რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას იმით შესახებ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს, ქართული მხარე ეხმაურება. ლავროვის უწყების განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფასებენ, როგორც რუსეთის მორიგ მცდელობად შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება ჟენევის მოლაპარაკებებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სწორედ ეს საკითხი იქნება ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის მთავარი თემა, თუმცა ქართული მხარე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ჟენევაში საქართველოს დეოკუპაციისა და რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თემაზე იმსჯელებენ. ის რაც გააკეთა რუსეთის ფედერაციამ აი ამ თავის უკანასკნელ განცხადებაში, ეს არის სხვა არაფერი თუ არა, რომ შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და ჩიხში შეიყვანოს ჟენევის მოლაპარაკებები და ერთ დონეზე გაიყვანოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაახმოვანებული სამშვიდობო ინიციატივა და მარიონეტული რეჟიმის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ეხლა ვალდებულება ძალის არ გამოყენების საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც საქართველოს აიღო ეს ვალდებულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები იმისათვის, რომ ოკუპირებულ რეგიონებში განლაგდეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი.